ამ რთულმა დროებამ ჩვენ გაგვაცნო გამორჩეული მოქალაქეები, ახალგაზრდები, მარად ახალგაზრდები, სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდები, მეთქი ასე ვიტყვი. პირები, რომლებიც აღმოჩნდა, რომ საუკეთესოდ აანალიზებენ პროცესებს. ესენი ამგვარი მოქალაქეები თითქოს ბევრი მათგანი არ ჩანდა ვიდრე 2023-მდე, 22-მდე, 20-მდე თუ გნებავთ ასე ვიტყვი. 24-ში, 25-ში ბიზინა ივანიშვილის ქმედებათა გამო ბევრი გამოვიდა ასპარეზზე და ჩვენ დავინახეთ, რომ თურმე ჩვენ გვყავს, კი არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც ერთგვარი ინტელექტუალური ელიტა, ასე ვიტყვი, გამორჩეული მოქალაქეები, რომლებიც ერთის მხრივ საუკეთესო ანალიზს აკეთებენ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არიან შეუპოვრები და მესამე მხრივ არიან მართლები პირველ ყოვლისა საკუთარ სინდისთან და წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. ესენი არიან მისლავრის სიტყვა უნდა შემოგთავაზოთ, ხო? ერთის მხრივ ლიბერალები, მაგრამ მეორეს მხრივ კონსერვატორი ლიბერალები, რომლებიც წარსულს, როგორც ასეც ნამდვილ წარსულს, კარგ წარსულს, საუკეთესო წარსულს, ილიას, ხო? ბარათაშვილიდან ილიამდე გზას, ილიადან ვაჟამდე გზას, ვაჟადან გალაქტიონამდე გზას და გალაქტიონიდან არ ვიცი, ოთარჭილასემდე გზას, მერაბ კოსტავამდე გზას და ასე შემდეგ პატივს ასცემენ და უყვართ ეს გზა და ამგვარი ხო, ალბათ სწორი სიტყვა არ ვიცი, ამგვარი კონსერვატიზმი გააჯერებული ლიბერალიზმით. ბურთივით მრგვალი ლიბერალი კაცი, ხო, გენიალური კაცი იყო. დამფუძნებელი მამა პირველი რესპუბლიკისა კი არა საქართველოს. ხო და რას ვამბობ ახლა? წარმოაჩინა ძალიან მაგარი მოქალაქეები, მეთქი ახალგაზრდები, აი საპატიმროშუა ცეცხლაზე ისეთ ტექსტებს წერს, რომ გაგიჟდები კაცი. თამაზ გინტური გახსოვთ რუსებმა რომ მოკლეს? თამაზ გინტური არის ყველასთვის სათაყვანებელი, ლიბერალებისთვის, მემარცხენეებისთვისაც, ლიბერალებისთვისაც. მემარჯვენეებზე აღარ ვლაპარაკობ. ხო? მისი ბოლო სიტყვები ხა აღარ გავიმეორებ, მისი სიტყვები. ხო, ახლები მეთქი, მაგრამ არიან კიდე ჩვენ სინამდვილეში ადამიანები, რომლებიც არიან ძველები, რომლებსაც იცნობთ თქვენ ბევრ მათგანს. ისინიც კიდე სხვა გვარებად, სხვანაირებად, კიდე უფრო კარგებად წარმოჩინდნენ მათი შეუპოვრობით პირველ ყოვლისა და მათი ზედმიწევნის სწორი ფაქიზი და სწორი და ზნეობრივი, ასე უნდა ვთქვა, პოზიციებით. მე უნდა შევაქო ერთი ჩემი ნაცნობის არასწორი სიტყვა, მეგობარი. ხო, ახლო მეგობრობა ჩვენ არ აგვაქვს, მაგრამ კარგახნიანი მეგობრობა გვაქვს მარტო გაგებით. ეს არის საუკეთესო მოქალაქე და საუკეთესო ჟურნალისტი სალომე ასათიანი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ამასაც თავი დავანებოთ, ვისი ჟურნალისტია. სალომე ის არის ადამიანი, მოქალაქე, რომელიც საუკეთესოდ წერს და საუკეთესოდ ხსნის. მისი პოსტი შემოხვდა გუშინ. ჩაგიკითხავთ ამ პოსტს. საუკეთესო პოსტია, მეთქი ასე ვიტყვი. ოღონდ როდის ვიხდი თურმე ეხლა მივაქციე ყურადღება 17 აგვისტოს დაწერილი ყოფილა. ანუ რამდენიმე თვის წინ. რასაც წერს სალომე 17 აგვისტოს წერს, აკითხარით, მაგრამ შემდგომმა პროცესებმა კიდევ უფრო მძაფრად უნდა აღვაქმევინოს ეს პოსტი, მისი შინაარსი დაგვაფიქროს. მის შინაარსზე აგვისტოდან ნოემბრამდე ბევრი რამ მოხდა, რაც ადასტურებს ამ პოსტის სისწორეს, ყველა სიტყვის, ყველა ამოსუნთქვის. სალომეს დაუწერია თურმე 17-ში აგვისტოს. უკრაინის ბრძოლის მიმართ აგდებული დამოკიდებულება მხოლოდ უკრაინის მიმართ არ არის. ეს მიმართება აგდებულად უყურებს ბევრად უფრო უნივერსალურ ამბებს. უსამართლობასთან ბრძოლას, იმპერიალიზმთან დაპირისპირებას, სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას სიმამაცეს ან საერთოდაც პატრიოტიზმს.
ამ ბრძოლაში მოსკოვის წარმატებით მოგვრილი სიხარული ნიშნავს დიდის მხრიდან შედარებით პატარის დაჩაგვრით განცდილ სიამოვნებას. ვაგლახდა სამწუხაროდ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი twin გამორიცხილი მეთქი იოდათ ვიტყვი ამას, მაგრამ მოკლედ გამობიძინებულები უფრო იული სათქმელი ამ შემთხვევაში ალბათ ისინი ქომაგობენ რუსეთს და უნდათ რომ დიდმა რუსეთმა ვეება სახელმწიფომ ჩაასანსლოს, შეყლაპოს, ჩაყლაპოს, გაანადგუროს მასთან შედარებით პატარა უკრაინა. აღარ უფიქრდებიან იმას, რომ თუ უკრაინა დამარცხდა, უკრაინასთან შედარებით გაცილებით პატარა საქართველოს ავტომატურად დამარცხდება მეთქი. საქართველოს დამარცხება ნებისმიერი რამ, ეს ძალობის არ უწერია, მაგრამ ეს ჩემი სიტყვებია. ნებისმიერი ის მდგომარეობა, რომელიც საქართველოს რუსეთთან, ამგვარ რუსეთთან და იმპერიალისტურ რუსეთთან დაახლოებს. მაგრამ სამწუხაროდ გამობიზინებული ამორჩეველის მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ ლაპარაკობ დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, ამას კი აღარ უფიქრდება. დე-ფაქტო ხელისუფლება რატო არ უფიქრდება და იმიტომ რომ ბევრი მათგანი მოწყობილია თბილადარი, ხოლო ზოგი მათგანი საერთოდაც შეკრულია რუსეთთან პირდაპირ და ნირიბად. მინიმუმ გავლენის აგენტია და ამ რუსეთთან შეკრულთა შორის კიდე არიან პირდაპირი ხაზით მიერთებულები FSB-სთან თუ გრუსთან. კრემლთან მეთქი ასე ვიტყვი უფრო რომ გავამარტივოთ. მაგალითად კობახიძეს ღადია ისტორია ამას დაადასტურებს, არ დაადასტურებს, საფით არის მიბმული, რასაკვირველია, გადაბმული რუსე პაპუაშვილიც. ეს უკანასკნელი ხო არაფერზე არ ლაპარაკობს გარდა იმისა, რომ დასავლეთი ცუდია, ეს რუსეთში შემუშავებული ნარატივია, ხო? უკარდახეს, გადმოუგზავნეს მეილრუზე უტრირებ, მაგრამ მაინც როგორ ხას მიაწოდეს მოკლედ. სალომეს პოსტის არაჩვეულებრივი პოსტის კითხვას განვაგრძობ. ამ ბრძოლაში მოსკოვის წარმატებით მოგვრილი სიხარული ნიშნავს დიდის მხრიდან შედარებით პატარის დაჩაგვრით განცდილ სიამოვნებას. ეს დამოკიდებულება ნიშნავს ვნებას ძალადობრივი ანტიხუმანური ოლიგარქიული ფაშისტოიდური პოლიტიკის მიმართ ისეთის, როგორცაც ამჟამინდელი რუსეთი განასხეულებს. ჩვენივე გამოცდილების ფონზე წესით ამ ვნებას ასე ღია დამოფრქვევა წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეხლა უკვე ჩემს სიტყვას დავამატებ, იმუშავა რუსეთმა. ბიზინა ივანიშვილის გამოყენებით იმუშავა, ტროლბოტების გამოყენებით იმუშავა, ფსიქოლოგიური ზეწოლით იმუშავა, მედია კამპანიებით იმუშავა. მედია კამპანიებზე გამახსენდა. ჩახედავ, ამაზე უნდა ვრცლადაც ვილაპარაკებ სამწუთში. ჩახედავ ასე მაგალითად პოზიტივის ან იმედის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგრეთ წოდებულ ქარდებს. და ამ ქარდებს ჩახედავ და წაიკითხავ ქარდზე დატანილ ტექსტს, იქ ისეთი აქცენტებია გაკეთებული, რომლებიც არსებით იტყუილია. მაგრამ ქარდის ავტორებმა, გამკეთებელმა იმდენად არა გრაფიკოსმა, ამდენადაც ავტორმა, ვინც მოიფიქრა, რომ სწორედ ეს სიტყვები უნდა იყოს, ეს აქცენტები უნდა იყოს გამოტანილი, ასე გადაწყვიტა, იმიტომ რომ ეს უკარდახეს ქართული ოცნების შტაბინიდან თუ სუსიდან, ამნიშნულობა ოფისიდან. ეს უკარდახეს და შესაბამისად დაავალა გრაფიკოსს, რომ ეს გააკეთეო. აქცენტები არის ტყუილი, აქცენტები არის სხვაგვარი, აქცენტები არის სიხარულის მომგვრელი, თითქოს უხარიათ, რომ უკრაინა, თითქოს კი არა, ნამდვილად უხარიათ, რომ უკრაინა მათეული გაგებით მარცხდება, უკრაინა არ მარცხდება, მაგრამ მათეული გაგებით მარცხდება და აი თითქოს ბოდიში ამ სიტყვისთვის ენას უყოფენ. იშ ესაუბრებიან უკრაინას ქვეყანას, რომელიცაც მართლა უზარმაზარი პრობლემები აქვს, დიდი მსხვერპლი აქვს, თავისუფლებისთვის გაღებული, დანგრეულია მისი ნახევარი თუ არა 20% მაინც. წარმოუდგენელ ჯოჯოხეთს გადის ყოველდღიურად, მაგრამ ესენი თბილისიდან მოწყობილები სადაც არის ამ ბანდა ქართული ოცნების ოფისი თუ იმედის ოფისი თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისი თუ ასე შემდეგ, თითქოს ენას ნიშნს უგებენ, ენას უყოფენ ამ უკრაინას, დაჩაგრულ უკრაინას მათეული გაგებით და შესაბამისად უჭერენ მხარს რუსეთს. ეგ კი არა, გაავრცელეს ამ გუშინ იყო თუ გუშინ წინ, გაავრცელეს ამგვარი ინფორმაცია, ავიხსენებ ზუსტად, რომ ევროკავშირიო, ნახეთ როგორი მზაკვრობა აჩადენილი, მზაკვრობა გამოიტანეს სათაურად თუ შინაარსად. ევროკავშირი სამართლო ევროკავშირი ზუსტად რო გავიხსენო, ავალდებულებს ერთსქესიანთა ქორწინებას ყველა სახელმწიფოს, ვინც ევროკავშირის წევრიაო, რაც ტყუილია. სასამართლომ უბრალოდ თქვა,
და ყველაფერი ამას ადასტურებს, ანუ წყაროს, პირველ წყაროს თუ ჩავიკითხავთ ზუსტად, სასამართლომ უბრალოდ თქვა თუ რომელიმე ქვეყანაში, ევროკავშირის ქვეყანაში, ერთსქესიანთა ქორწინება არის დაშვებული, თუ დაშვებულია და იქ ერთსქესიანებმა მოაწერეს ხელი სამოქალაქო ქორწინებაში შევიდნენ სხვა მეორე ქვეყანამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, რომელშიც არ არის დაშვებული, ეს სამოქალაქო ქორწინება უნდა სცნოს. ეს არ ავალდებულებს ასე მაგალითად უნგრეთს პირობითად, რაღაც ამ ხელისუფლებას უყვარს არა იმდენად უნგრეთი, ამდენადაც ვიქტორ ორბანი, რომ დაუშვას ერთსქესიანთა ქორწინება, ეს ინდივიდუალური სუვერენული არჩევანია ამა თუ იმ ქვეყნის, ამა თუ იმ საზოგადოების, ამა თუ იმ ხელისუფლებისა, მაგრამ სასამართლო ავალდებულებს შემდეგს, რომ ამათი ქორწინება, სამოქალაქო ქორწინება სანი კანონიერადო. აი ესენი კი ტყუილს გვეუბნება და აგორებენ ამ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ რა გვესაქმება შესაბამისად ევროკავშირშიო წამოსდება კი არა ხო წამოსდება ხოლმე ბევრ კომენტატორს არა მხოლოდ ტროლებს ეგრა მაგის პასუხია რიგის მოქალაქეებს რომლებიც აკითხავთ არიან შებეული შეფასებით კი ბოდიშებ ცხადია მათ ბოდიშებ მაგრამ გამობიძინებულები რომლებიც ხელისუფლებამ სათამაშო თოჯინებად აქცია მომართა ქართული სახელმწიფოს პირველ ყოვლისა და ქართული სახელმწიფოსთვის გარდაულად აუცილებელი ნატო ევროკავშირის ევროპული სივრცის დასავლეთის წინააღმდეგ რა გვეშველება იმ შემთხვევაში თუ ევროპული სივრცე არ იქნება ჩვენს გვერდით დასავლეთი არ იქნება ჩვენს გვერდით ჩვენ არ ვიქნებით დასავლეთში ამას კი აღარ უფიქრდებიან ეს მოქალაქეები რომლებიც აკითხავთ სათამაშო თოჯინები არიან ხელისუფლების ხელში სიზულვილიდან მსჭვალულები და მზადმყოფები რომ უკლებლივ ყველა ვინც საქართველოს დასავლეთში ყოფნა სურს უნდა ისინი გასწირონ ისინი ჩაწიხლონ და ასე შემდეგ გამოვიდეთ მაშინ ამოვიღოთ კონსტიტუციის 78 მუხლიოს აწერს რომელიმე მათგანი და მიდის ერთი ვაი უშველებელი იმ კომენტარის თუ ქვეკომენტარის ქვეშ. კარგით, მე სალომე არაჩვეულებრივი მოქალაქე და არაჩვეულებრივად ვინც ხსნის სალომე ასათიანის პოსტს დაუბრუნდებით თქვენის ნებართვით. ეს მგონი წავიკითხე, მაგრამ გამეორება არ იქნება ცუდი. ეს დამოკიდებულება ნიშნავს ნებას ძალადობრივი ანტიხუმანური ოლიგარქიული ფაშისტოიდური პოლიტიკის მიმართ ისეთის, როგორცაც ამჟამინდელი რუსეთი განასხეულებს. ჩვენივე გამოცდილების ფონზე წესით ამ ნების ასე ღიად ამოფრქვევა წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო. ჩვენის გამოცდილება გვაქვს რომ 2008 სულ მინიმუმ ხო 2008 წელს ჩვენ დაგჩაგრეს. ასაკვირველია დაგჩაგრეს. მაგრამ დღეს ასეთი რეალობა. ამიტომ ამ ბანალური სათქმელის გარემოებაც გვიწევს, რადგან ამ რეალობას მკაფიოდ უნდა ვხედავდეთ, რომ ეს საბაზისო ღირებულებების ამბავია და არა ერთ, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი და მწვავე ბრძოლასთან დამოკიდებულების ამბობს სალომე და მე აბსოლუტურად ვეთანხმები. ეხლა დაუბრუნდეთ უკრაინის თემას თქვენის ნებართვით. გახურა ქართულმა ოცნებამ და მისმა პროპაგანდისტურმა მანქანამ ერთი ამბავი გვამცნო დამატებით და აი ისევ პირველ ჩვენებას აწვება. ისი თქვენ რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან აქტუალური იყო ეგრეთ წოდებული 28 პუნქტიანი შეთავაზება, რომელიც თითქოს და ამერიკელებმა დაწერეს. მეორე ვერსიით დაწერეს რუსებმა. მესამე ვერსიით რუსებმა დაწერეს და ამერიკელებს შეუცურეს. მეოთხე ვერსიით უკრაინელების თანახმა ცალკეული წარმომადგენლები თითქოს და თანახმა იყვნენ ამ 28 პუნქტიან პრინციპში მაინც კაპიტულანტურ გეგმაზე და ასე შემდეგ და მაგრამ მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა ის მიმართვა რომელსაც სხვადასხვაგვარად ვაფასებთ ერთნი ამბობენ რომ არ იყო ამის გაკეთება საჭირო ასეთი განცხადებისო მეორე ამბობენ რომ სწორედაც რომ სწორი იყო ამგვარი განცხადების გაკეთება და ასე შემდეგ და კიდევ ანალიზე იმის რომ ის გადაიფარა თუ ეს გარბოიფარა ეს კორუფციული სკანდალი უკრაინაში რაც არსებობს ბუნებრივია ამის შემდეგ ჟენევაში გაიმართა შეხვედრა და ეს 28 პუნქტიანი შეთავაზება ვისის არ უნდა ყოფილიყო ამისულობა ავტორს ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე მოდი ასე ვიტყვი დაიხა
და დაიწერა ახალი 19 პუნქტიანი შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ასე მაგალითად არის ესეთი. 19 პუნქტი პრინციპში არავინ არ იცის, ეს კიდევ გასაჯაროვდება უკვე მომავალში, როცა მაღალი ალბათობით პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი ან ამ კვირაში, ან იმ კვირაში მაღალი ალბათობით ერთმანეთს შეხვდებიან და ყველა დეტალზე ისაუბრებენ და ყველა იმ ღია საკითხსაც დაუსვამენ ძახილის ნიშანს, რომლებიც ჯერაც ღიაა, ასე უნდა ვთქვა. მაგრამ ქართული ოცნების პროპაგანდისტურმა მანქანამ იმედმა და თავად ქართულმა ოცნებამ რასაკვირველია სრულიად ყალბი ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს იმის თაობაზე, რომ ვითხოვდა უკრაინა დათანხმდა სწორედ იმ კვლავ ვიმეორებ 28 პუნქტიან გეგმას და ამავიწყდა ვთქვა. ერთ-ერთი მუხლი ამ ახალ 19 პუნქტიან გეგმაში არის შემდეგი, რომ უკრაინის ჯარის რიცხოვნობა მცირდება არა 600,000-მდე, არამედ 800 შემცირდება 800,000-მდე. ეს 200,000 ხო თითქოს არ არისო ბევრიო ვინმე იტყვის, მაგრამ ბევრია, უნდა გაგახსენოთ უბრალოდ გითხრათ, რომ მაგალითად პოლონეთს 200,000 ჯარია, 200,000-იანი ჯარი ხავს. მაგალითად გერმანიას 250,000-იანი ჯარი ხავს. მაგალითად. უკრაინის იქნება არა 600, არამედ 800,000. ეს არის ერთ-ერთი მუხლი, რაც ვიცით რა არის თაობაზე პრინციპში შეთანხმდნენ მხარეები, იქიდან მარკო რუბიო და აქედან ერმაკი დელეგაციების ხელმძღვანელებს გულისხმობდა, რაც პრინციპში მარკო რუბიოს შეთანხმებული აქვს ტრამპთან, ხოლო ერმაკ შეთანხმებული ჰქონდა თუ აქვს ზელენსკისთან. მაგრამ აქ თავარი ეს არ არის. თავარი არის ის, რომ ქართული ოცნება კვლავაც ახურებს იმას, ქართული ოცნება რუსეთის შეკვეთით ალბათ და შესაბამისად პროპაგანდისტური მანქანები ქართული ოცნების შეკვეთით, რომ სწორედ აღარ არსებულ 28 მუხლიან გეგმას დასთანხმდა უკრაინა, ანუ კაპიტულაციას და მერე იწყება ახალი, ამობიძინებულებისათვის განკუთვნილი ახალი კამპანია იმის თაობაზე, რომ უკრაინამ რატო იომა? მაშინ, როდესაც ის პრინციპში გასწირა, მათეული ანალიზით, გასწირა დასავლეთმა. გასწირა შეერთებულმა შტატებმა, გასწირა ევროპამ და ასე შემდეგ ეს მსხვერპლი გაიღო მათეული პროპაგანდით გაიღო სულ ტყუილა უბრალოდ არა რო შეუბრუნო კითხვა მაგალითად კობახიძეს რა სიზამდით თქვენ რომ ყოფილიყავით უკრაინის ლიდერი 2022 წლის თებერვლის მიწურულს თქვენ რა სიზამდით როდესაც დაგესხათ თავს რუსეთი და კიევამდე ჩამოვიდა და თქვა რომ დენაციფიკაცია, ანუ დესაქართველოის დეკართველიზაცია, დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს და საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში. კარგით, ამასე იტყოდით თანახმა იქნებოდით, მაგრამ დენაციფიკაცია არ უნდა მოხდესო. არ უნდა მოხდეს კი არა, პრიექტი უნდა მოხდესო, ამას თუ მოგთხოვდათ რუსეთი, რას იზავდით თქვენ ბატონო კობახიძე? და კობახიძე ამ შემთხვევაში იჭედება, იმედის ჟურნალისტი ამას არ კითხავს, ხოლო ვისაც კითხვის დასმის შესაძლებლობა აქვს, იმას კი სხვა კითხვებზე სცემს პასუხს, გაურბის, მოდი ასე ვიტყვი, უფრო ზუსტი რომ ვიყო და თლად გულახდილი გაურბის ამგვარ კრიტიკულ მისთვის კითხვებს მოვიდეს ნებისმიერ ჩვენგანს, TV პირველზე ნებისმიერ ჩვენგანს ფორმულაზე, როგორც პრემიერ-მინისტრი, თავი ხო პრემიერ-მინისტრი ჰქონია და აუჯდეს ნებისმიერ ჩვენგანს. სამნიშნულობა აქვს ვის ვიტყვი. დავით ქაშიაშვილს დაუდგეს, ირაკლი გიგნაველიძეს დაუჯდეს, გიორგი თარგამაძეს. ჩვენებს ვასახელებ ახლა ფორმულადან, ახოს ანაიას, ნინო ჟიჟილაშვილს, სოფო ზურაბიანს. ნებისმიერს გავედავდა ამ მარაკაში საკუთარ თავსაც გავრევ, მაგრამ ის ხო არ მოვა, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული კეზერაშვილის ტელევიზიაში არ მოდის. გავიდა ეს კეზერაშვილი, აღარ არის ამ ტელევიზიის დამფუძნებელი, მოვიდეს. თქვას ორი სიტყვა კი არა გასცეს პასუხი ამ კითხვებს, მაგრამ არ მოვა და სამაგეოდ საკუთარ ტელემედიას, პროპაგანდისტურ მანქანას ამუშავებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, პირველ ყოვლისა უკრაინის წინააღმდეგ და თავისუფლების წინააღმდეგ, გასაკვირველია და რუსეთის სამსახურში გასაკვირველია. კვლავ ვიმეორებ, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ჩემი მოსაზრებით არც დასრულდება. ერთი პატარა ხაშურის ხელა ორი ქალაქი აქვს ასაღები რუსეთს და შეაკლა წარმოუდგენელი რაოდენობით ჯარისკაცი ამ ორ ქალაქში უკრაინელებთან ბრძოლას და ვერ მიდის წინ. სამხედრო ექსპერტები რომლებიც ღიად ჩნდებიან
მედიის საშუალებებში და სამხედრო პირები, რომლებიც ღიად არ ჩნდებიან მედიის საშუალებებში, რომელთანაც გავბედა და ვიტყვი მე მაქვს ურთიერთობა, არც თუ იშვიათი პროფესიონალები, კვალიფიციური პირები ამბობენ შემდეგ რაღაცას, შემდეგ რამეს, რომ უკრაინას კიდევ აი მოცემულ ეტაპზე, როცა ძალიან უჭირს კვლავ მეორე როტაცია უჭირს, რეკრუტირება უჭირს, ხალხი არ ყოფნის და ასე შემდეგ, უკრაინას კიდევ აქვს წელიწად-ნახევარი 2 წელი ბრძოლის ამ ყველა ფრონტზე ბრძოლის შესაძლებლობა. ამ 2 წლის განმავლობაში რუსეთი ისე იშიგნება, იფიტებაც სწორი სიტყვა არა, საკვირველია, მაგრამ უკეთესი სიტყვა მოვძებდე მგონი, იფიტება კი არა, იშიგნება. ისეთი ფიტული ხდება, ისე ინგრევა მისი ეკონომიკა, რუსი ბლოგერები ამბობენ ამას, არ გიგონოთ რომ მე ვიგონებ, ან მარტო ჩემს სურვილებზია და აფუძნებული ეს ანალიზი. რუსი ბლოგერები ამბობენ რომ ჩვენს ეკონომიკას დედა აღარ ახავს დაინგრაო. ჩვენი ეკონომიკა გამოფიტულიაო და მერეო, ნახეთო, თუ უკრაინელები გააგრძელებენ შეტევებს რუსეთის სიღრმეში, ვორონეჟიდან დაწყებული ვლადივოსტოკით დამთავრებული, მერე ნახეთ ჩვენ როგორ კრიზისებში შევალთ. პუტინიც კი ვერ მოახერხებს კონსოლიდაციას საზოგადოებისო. და ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ ამ SVO-ს და იქნება და ახლა სჯობდეს სწორედ SVO-ს ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებაო. ამას ამბობენ რუსები. კრიტიკულად განწყობილებიც არასწორი სიტყვა, პირები, რომლებსაც წასცდებათ ხოლმე გარკვეული სიმართლეები, რომლებიც კაბეევები და მარგარიტა სიმონიანები არ არიან. ტელეგრამ არხები აქვთ და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვის არ არის თლად რუსეთში, არები ვიტყვი. პოზიციონირებენ თითქოს რუსეთში არიან, მაგრამ რეალურად ნაწილი მათგანი გასულია ფარგლებს გარეთ, რუსეთის ფარგლებს გარეთ. ამიტომ ბედავენ საბოლოო ჯამში. მოკლედ რუსეთი იშიგნება, უკრაინას უჭირს მეკლავ ვიმეორებ, მაგრამ რუსეთი იშიგნება, იფიტება პარალელურად. ამიტომ ვერ მიდის ის წინ და მართლა ხო არ შეიძლება რომ კიდე 300,000 კაცი ჩახოცოს ორი სოფლისათვის. ორი პატარა ქალაქისათვის. გავიხსენებ ერთ ამბავს. 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო ომი. 2026 წლის 24 თებერვალს შესაბამისად გასრულდება 4 წელიწადი ამ ომის დაწყებიდან. მეორე მსოფლიო ომის ნაწილი, დიდი სამამულო ომად წოდებული ომი 41 ივნისში რო იწყო და 55 მაისში რო დამთავრდა, როგორ გონიათ 4 წლიანი იყო, არასრული 4 წელიწადი იყო და აი იქ სტალინმა საიდან მოატრიალა, წარმოიდგინეთ. სტალინგრადიდან და ცოტა კიდე იქით აღმოსავლეთიდან მოატრიალა და ბერლინამდე ჩავიდა. ცხადია, ამერიკელებთან და ბრიტანელებთან ერთად, ბრიტანელებისა და ამერიკელების თანამონაწილეობით და ცხადია უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ მოატრიალა. აქ ესენი SVO და SVO სპეციალური სამხედრო ოპერაცია ის ფარგლებში კიევის აღება შეიძლება სულაც არ უნდოდათ, მე კი მგონია რომ უნდოდათ, მაგრამ მაინც დენაციფიკაცია უნდოდათ, რეჟიმ ჩეინჯი უნდოდათ, ზელენსკის გაქცევა უნდოდათ, ეგ რა მაგის პასუხია, ხო? კიევის აღება უნდოდათ, ასაკვირველია. და ასე შემდეგ, ანუ აბა რატო შეუტიეს კიევს, ხო? და ასე შემდეგ და მე-4 წელი გასრულდება მალე 365 გამრავლებული 3-ზე და პლუს 1 366. არ მინდა შემეშალოს. ხო? და 365 დღე. და 0.8%-ით არიან წინ წასულები. არა ბომბავს კიევსგან, არ ბომბავს. მაგრამ ეგრე უკრაინას ბომბავს. ნოვოროსიისკის პორტს ასე მაგალითად. ანუ გადაუფლინა ყირიმს და მოხვდა ნოვოროსიისკის პორტს, ყირიმსაც ბომბავს და ვლადივოსტოკსაც მეთქი აგიგითხარ. კურსკის ამბავია, სხვა თუ არაფერი, ეპოქა ხო, მთელი. კურსკში უკრაინელების შესვლის. მაგრამ ეხლა რატო ყვები ამას დამატებით და გადის ამასობაში წუთი ემატება და იმიტომ ყვები ჩემო ზუსტად მაყურებელო რომ იმედი ამას არ გვეუბნება ჩვენ. და იმედი ატყუებს საზოგადოების ერთ ნაწილს, ვინც მას უსმენს, ვინც მას უყურებს. კიდე ტროლბოტები არიან, რა საკვირველია, რომლებიც ესე ინგეიჯმენტს ამატებენ, ანუ ჩართულობას თითქოს
მე იბუსტება ეს რაღაც წარმოუდგენელი ბიუჯეტებით $5 შეიძლება დაბუსტო და ესენი ბუსტავენ ერთი პოსტი შეიძლება დაბუსტო $5 და მეტი და მეტი მაყურებელი გყავდეს და ესენი თითო პოსტში იხდიან რაღაც $300. მიწდომადობა უნდა იყოს. საცოდავები. ხო და ატყუებენ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს და ეუბნებიან რომ უკრაინამ დათანხმდა ტრამპის მიერ შემოთავაზებულ ისეთ გეგმას რომელიც უკრაინის კაპიტულაციას გულისხმობს და არაფერსაც არ დათანხმდა რეალურად. უჭირს უკრაინას აქ გითხარით მაგრამ მაინც ეხლა ამ რასაც დათანხმდა და რას შეიმუშავა უკრაინამ შეერთებულ შტატებთან ერთად გარემ ვიტყვი რომ რუსეთი ამას ხელს არ მოაწერს. ლავროვმა პრინციპში ღიად თქვა რომ ალასკაზე რაზეც მოვილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა იმის სულისკვეთების თუ არ იქნება ეს 19 პუნქტიანი თუ 20 პუნქტიანი შემოთავაზება რუსეთისთვის, მაშინ ჩვენ რასაკვირველია ხელს არ მოვაწერთო. თავად რუსეთში ხვდებიან იმას რომ იფიტებიან, იშიგნებიან, მაგრამ ამავდროულად ვერცერთ ამოცანას ვერ მიაღწიეს ამოხერი SVO-ს სპეციალური სამხედრო ოპერაციისა და რაკნან გაჭედილები არიან ანუ სახეცხო და შეინარჩუნოს პუტინმა. ამავდროულად პუტინს რასაკვირველია აფრთხობს პერსპექტივა რომ ჯარი რომელიც მან გაუშვა იქ მათ შორის სამარადიო როდაც ეგრა მაგის პასუხია ჯარი შეიძლება თუ ვერ გაიმარჯვებს ჯარის აღქმით ხო ის შეიძლება მოუტრიალდეს და მიადგეს წითელ მოედანზე და ჩამოეთრიე ახლა უთხრას ასე მე ვამარტივებ რასაკვირველია ესე მარტივად არ არის ჩამოეთრიე მოეთრიე მაგრამ მოკლედ შიდა გადატრიალება მოხდეს უშუალოდ რუსეთში ნაწილ ხოთაშურის წაიღებენ ეს ტროლ გვერდები ახალი ალბათობით წაიღო ხო და ესე საფრთხობს ეს პერსპექტივაც საფრთხობს ამავდროულად ეს ბიომასა აბა სხვა დავარქვა ხო ეს შესახოცი ადამიანები რომლებიც უნდა შეახოცოს პატიმრები ბასიაკები ბომჟები ტიპები რომლებიც წაასხა ფრონტის ხაზზე ისი მათგანაც უნდა განთავისუფლდეს როგორც ცხედრებსაც იკიდებს ფეხებზე პუტინის ხელისუფლება და ტოვებს იღწლებიან ისინი ზაფხული გადავლილია ახლა და კატასტროფული მდგომარეობა იყო უკრაინელებს ახავთ ეს არ ვიცი ნათქვამი მაქვს თუ არა ეს ცხედრები და როგორღაც მიჯნავენ თუ სწორი სიტყვა სპლიტავენ უკრაინელები უკრაინელი როცა მიდის ჯარში მისი თითის ანაბეჭდი დაფიქსირებულია და როდესაც ხედრები ის მოხვეტა ხდება ხო უკრაინელებს თითის ანაბეჭდი ცნობენ და ბუნებრივია მე ოჯახს ააბარებენ ან წმათა სასაფლაოზე მარხავენ ხოლო პაკეტებში მოქცეულ რუს ოკუპანტებს პაკეტი ამ ხელა პაკეტებია როგორც ამიხსნეს კი არა ვიდეოც ნახე ამიხსნეს და მე ვიდეოც ნახე ერთი იმათ კი ესე შეყრილია ეს მორგებში და კაციშვილი პატრონი არ არის რუსების მხრიდან რომ წაიყვანოს ეს საკუთარი ცხედრები და ჩააბაროს პატრონებს მეუღლეებს თუ მშობლებს შვილებს არ ვიცი ეს გაუბედურებული ფეხებზე რო კიდია და ეს იზღება პუტინს ეს ერის და საერთოდ ყველაფერი ეს იზღება ხარ ასბალეში ას კომაგობს ისაბალეში გოსმები ას კომაგობს ბიზინა ივანიშვილი რასაკვირველია კომაგობს რუსეთის გამარჯვებას ათ უნდა ამას ხა ბევრი ლაპარაკი კომაგობს რუსეთის გამარჯვებას რომ მე რა გვიქისოს კი არა ჩვენ მოგვიტრიალდეს და თქვას რომ აგე მერაჭკვიანი ყოფილვარ ხო რუსეთი იმარჯვებდაო და ამიტომაც არ შევედი დაპირისპირებაში მისთვის სასიცოცხლოდ მტკივნეულია კატასტროფულია რუსეთის დამარცხება ომის შეწყვეტაც კი აი ტრამპის პირობებით თუნდაც პირვანდელი არა მეორე პირობებით აი ამ რაღაცა პირობებით როდესაც ეხლა სადაც არიან იქ დაშორიშორდებიან ხარები ბიზნესთვის კატასტროფული იქნება მეცაც გეტყვით ქართული ეკონომიკისთვის იქნება აი ხო ამაყობენ ესენი ამბობენ რომ 9%-იანი ზრდა გვაქვს და ასე შემდეგ ქართული ეკონომიკისთვის იქნება კატასტროფა მუშახელი აღარ იქნება საქართველოში კობახიზე რომელიც 7 ჯერ ვარ ამდენია არის ის ამას ვერ მიხვდება 6 ჯერ 9-ში ეშლება და იმიტომ არის ის თორე აიც ხო ამას ვერ მიხვდება და ჩვენი ეკონომიკისთვისაც კი თქვა დავიჯეროთ რომ 9%-იანი ზრდა გვაქვს
კატასტროფა იქნება ომის დაამთავრება. არა, მე ომის დამთავრების მომხრე ვარ, რასაკვირველია, უბრალოდ ამათ თვითში რა ხდება, იმას გიამბობ. მაგრამ ომი არ დასრულდება, იმიტომ რომ რუსები არ აწერენ, პუტინი არ აწერს, არ მოაწერს ხელს იმ 19 თუ 20 პუნქტიან შეთავაზებას, რომელსაც მას უთუოდ გაუკეთებენ უახლოეს დღეებში და მისი დრაფტი, პირველი ვარიანტი, რასაკვირველია, მას პუტინს უკვე ნანახი აქვს. პროპაგანდა კი ილაპარაკებს იმას, რასაც ილაპარაკებს. ვიდრე ყავს მას მომხმარებელი ამჯერი ამგვარი ინფორმაციებისა. ის ილაპარაკებს და ილაპარაკებს. უბრალოდ ეგ არის ამბავის ის არის, რომ ვინც წინა გუშინდელ ვიდეო ბლოგში ვთქვი ერთ-ერთში. ამბავის ის არის, რომ აი მაგალითად ქურდ ბაცაცა დეპუტატებს ევალებათ აგრეთვე რაღაც ტიპებს სახელმწიფო ვერტიკალში, ოფიციალურ სახელმწიფო ვერტიკალში მყოფებს. ევალებათ რომ დააფინანსონ ერთი ტროლ ქარხანა, ერთი რაღაც უცნაური ვებგვერდები როა, რაღაც არ ვიცი. ვერ გაიგებ როგორი ვებგვერდია, ხო მარტო პროპაგანდაზე რო არის ორიენტირებული. ერთი რაღაც ვითომ ტელევიზიის საშუალება ჩვენთან იოლია ტელევიზიის გაკეთება და ყველა მეორე ხსნის ამ ტელევიზიას და გახსნან არაფერი პრობლემა არ არის. ხო? აი ის ავიწყდება გვარი ბანჯგალა. შავანაძე, თუ ბანჯგალაძე, შავანაძე, ნიკოლოზ, ის ტელევიზია ხო იხურება, ყოველი მეორე არ მახსოვს. 3 ბლოგის წინ თქვი, 4 ბლოგის წინ. იმას ააფინანსებდა ქართულ ოცნებასთან გადაფსკვნილი და მე ვერ დალაგებული ეს მოკრივე ვარიანელი კანდელაკი. იხურება. ესეთი რამდენი ტელევიზია, რამდენი პროპაგანდის არხია, რამდენი ვებგვერდია, რამდენი YouTube არხის არ ვიცი შესაძლოა არის და ასე Facebook არხი მეტწილად. რომლებიც აქვთ ეს ბიუჯეტი. ამ ყველაფერს თუ დაუმატებთ მეინსტრიმ მედიას, განსაკუთრებით იმედს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც 103-104 მილიონი აქვს წელიწადში და ვასიკო ბაღლაფერიძე აკონტროლებს იქ ყველა მეორე სიუჟეტს. ვასიკო ბაღლაფერიძე და ის გვიბრაძე როა. ის კიდე. ხო? არსით კაგებეშნიკი. ესენი რომ აკონტროლებენ ამ ყველაფერს და არანაირ რაღაც განსხვავებულ აზრს კი არა, რუსეთის მიმართ კრიტიკულ აზრს რომ არ უშვებენ, ხო? ანალიტიკური გადაცემა რო არა აქვს და რაღაცა ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ ვითომ მედია სტანდარტებს იცავენ. ყველია ეს ყველაფერი. მედია სტანდარტების დაცვა ერთია და საუკეთესო მოქალაქეობა კიდე მეორეა. მე სალომე ასათიანი გამახსენდა ისე და სალომეს მივესალმები. კიდევ ერთხელ და თქვენ კი გეუბნებით რომ ამბობ ხმამაღლა რომ უკრაინა იმარჯვებს, ჭიუტად ვიმეორებ ამას. უკრაინა იმარჯვებს სტრატეგიულად ის უკვე გამარჯვებულია. უკრაინა იმარჯვებს ამ ომში. დროს ჭირდება რასაკვირველია და ჩვენი სვებედიც გვინდა არ გვინდა მეტწილად, მოდი ასე ვიტყვით, უყურებავთ, მიბმულია სწორედ უკრაინაზე, ოღონდ უკრაინის გამარჯვებას. ოღონდ ჩვენ უნდა როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ უნდა გავძლოთ ამ მომენტამდე. რუსეთი რომ დამარცხდება, მერე რუსეთს დაამარცხებენ ბევრგან, სადაც მას ხელი აქვს წაგრძელებული. და ხელი მას წაგრძელებული აქვს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმაც ვენესუელაშიც კი აქვს წაგრძელებული ხელი, თუმცა იქ ასაკვირველია ასე აქტიურად ვეღარ ერევა, როგორც ჩაერეოდა საბჭოთა კავშირის დროს. ასევე მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ შეერთებული შტატები აქტიური კი არა წარმატებული რომ იყოს ოკეან გამოღმა, ის წარმატებული და გამარჯვებული უნდა იყოს მის კონტინენტზე, მათ შორის ვენესუელაში. და პირველ ყოვლისა ამგვარ რეჟიმებთან დაპირისპირების პირობებში ყველაფერს კი სწუნება და ძალიან მაგარი კი არის შეერთებული შტატები, მაგრამ აი თლად ყველაფერს ვერ გასწუდება რომ ვიცოდეთ. ამიტომ მე პერსონალურად მადურო იქნება თუ სხვა რეჟიმები, რომლებიც საეჭვო მინიმუმ რბილად ვიტყვი, საეჭვოები არიან მათი ჩამოშლის, მათ შორის სამხედრო ინტერვენციის მომხრე ვარ. მე პერსონალურად რომ მკითხო.
არ ვიცი ხა მოხდება თუ არა ვენესუელაში, ალბათ უფრო მოხდება, მაგრამ მაინც დაბეჭდებით, როგორ თქვა ახლა. და მე საერთოდ ვარ აი ძალის დემონსტრირებით მშვიდობის მიღწევის მომხრე, რასაც შეერთებული შტატების deep state-ი გაფრაზდება ეხა ბიზინა, მაგრამ მაინც რასაც შეერთებული შტატების deep state-ი მისი სწორი კონოტაციით გასაკვირველია მიაღწევს ყველგან. ოღონდ ეს არ არის იოლი პროცესი საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით, რუსეთის იმპერია კუდს იქნევს ახლა და ხო, ბევრი ყვება ამ მისი მოქნეული კუდის ქვეშ სამწუხაროდ ასეა და ბევრი კი უწვება, ბევრი არა, ზოგი კი უწვება ბიზინა ივანიშვილი მაგალითად უწვება რუსეთს, რაც შიში ვერ იხსნის სიკვდილსაც, ცუდია ბიზინისტობა. ნახვამდის.